სწორედ EBRD-ის ბიზნეს ფორუმს უკავშირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დღევანდელი სხდომის ჩაშლას. 7-ჯერ გავლილი რეგისტრაციის მიუხედავად დეპუტატებმა სესიის ჩატარება ვერ მოახერხეს. თავდაპირველად სხდომა დღის პირველ საათზე იყო დანიშნული, მაგრამ დეპუტატთა არასაკმარისი რაოდენობის გამო 3 საათით გადაიდო. ანალოგიური მიზეზით სხდომა ვერც მეორე მცდელობისას ჩატარდა. საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგის დარღვევაში პოლიტიკური ძალები ახლა ერთმანეთს ადანაშაულებენ, თუმცა სხდომის ჩაშლაში მხოლოდ ოპონენტების ბრალეულობას არ ხედავს მმართველი კოალიციის ერთ-ერთი დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ ეს საპარლამენტო სესიის ჩავარდნის პირველი შემთხვევა არ არის. ქორუმის არარსებობის გამო ბოლოს მსგავსი ფაქტი 1 თვის წინ დაფიქსირდა. ნოდარ ჩაჩუას ჩავრთავთ ახლა პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში. ნოდარ, მოსალოდნელია თუ არა, რომ სანქციები გადარდეს იმ დეპუტატთა მიმართ, რომლებიც დღეს დარბაზში არ იყვნენ. თამთა არ არის გამორიცხული, რომ სანქციები გატარდეს დეპუტატების მიმართ, რომელთა გამოც დღეს ქორუმი ვერ შედგა და ვერ შედგა პარლამენტის სხდომა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამის გამო არც ერთი დეპუტატის წინააღმდეგ არავითარი სანქცია არ გატარდეს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს წევრს პარლამენტის რეგლამენტი აძლევს უფლებას გააცდინოს სხდომა და ასევე არ მიიღოს მონაწილეობა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში ორი მიზეზით. პირველი ეს არის საპატიო მიზეზი და საპატიო მიზეზთა შორის არის თუკი დეპუტატი ესწრება რომელიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას ან მონაწილეობას იღებს რომელიმე კონფერენციაში და მეორე ეს არის პოლიტიკური მიზეზი თუკი დეპუტატი გამოთქვავს პოლიტიკურ პროტესტს და ამის გამო არ იღებს მონაწილეობას საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში და უცხადებს ბოიკოტს აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტში. ჯერჯერობით უცნობია რომელ შემთხვევასთან ჰქონდა ადგილი საპატიო მიზეზთან თუ პოლიტიკურთან, ამას საპროცედურო კომიტეტი გაარკვევს და ამის შემდეგ უკვე შეიძლება საუბარი იმაზე დაეკისრება თუ არა რომელიმე დეპუტატს სანქციები დღევანდელი ქორუმის არ შედგენის გამო. რაც შეეხება იმის ნაცვლად, რომ დღეს დეპუტატებს დებატები გაემართათ კონკრეტულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, დღეს დებატები გაიმართა და ურთიერთ ბრალდებებში გადავიდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ შედგა სხდომა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ბრალდებებს უყენებდნენ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ხოლო კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს არის საბოტაჟი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, ვინაიდან ისინი ამბობდნენ, რომ ნაციონალები იყვნენ პარლამენტში, თუმცა არ გადიოდნენ რეგისტრაციას. თუმცა უმრავლესობის რიგებს შორის იყვნენ ისეთები, ვინც საუბრობდნენ საბოტაჟთან დაკავშირებით და ასევე საუბრობდნენ იმაზეც, რომ შესაძლებელია პრობლემები იყოს თავად უმრავლესობის შიგნით მმართველობის სისტემაში ასევე და ვერ იმართებოდეს უმრავლესობა შესაბამისად. ასეთი იყო ზაქარია ქუცნაშვილი დღეს მანანა კობახიძემ ასევე ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა EBRD-ის კონფერენციაც და აღნიშნა ის, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები EBRD-ის კონფერენციის მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულები. ძალიან სამწუხაროა, რომ წინა კვირას, როდესაც ამ უუნარო ნდობადაკარგული მთავრობის გაყვანა უნდათ, 87-ვე უმრავლესობის წევრი გამოცხადდა, მაგრამ როცა საქმე ეხება კანონების მიღებას, ამ შემთხვევაში მათ აქ ჩამოსასვლად არც ძალიათ. პარლამენტში ქორუმის შეკრება ეს არის უშუალოდ უმრავლესობის მოვალეობა. გავიარე რეგისტრაცია და დღეს აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება კოალიცია, რომელიც მართველი ძალაა ქვეყანაში, არ აქვს სურვილი, რომ იმუშაოს. და სწორედ ამიტომაც არის, რომ საქართველოს პარლამენტის მიმართ ნდობა ყოველდღიურად ვარდება საზოგადოებაში. ორ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთი, რომ ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს პარლამენტის საქმიანობის საბოტაჟს. ერთი ეს ფაქტია ზია დარბაზში არ გადიან რეგისტრაციას, რაც წარმოადგენს მათი ვალდებულების არ შესრულებას ხელფასის აღების სანაცვლოდ და მეორე როგორც ჩანს პრობლემები მათ შორის პარლამენტის მართვაში. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი, რომლის მასპინძელიც არის პარლამენტი და დეპუტატთა ნაწილი ესწრებიან ამ ღონისძიებას, რის გამოც გარკვეული შეფერხება ჰქონდა უმრავლესობას. უმცირესობის, კერძოდ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა გაიარეს რეგისტრაცია, მაგრამ გაიარეს ნაწილ-ნაწილ და არა ერთად და ამის მიზეზი იყო ის, რომ ელემენტარულად ხელფასის დაქვითვა არ მომხდარიყო მათ მიმართ და ერთობლივად არ გაიარეს, იმიტომ რომ კვორუმის, ასე ვთქვათ, შექმნაში ხელი შეშლოდა უმრავლესობას. დღის წესრიგით გათვალისწინებულ დღევანდელ საკითხებს უკვე დეპუტატები მიუბრუნდებიან პარასკევს. ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა ხვალ საკანონმდებლო ორგანოში განხილვების საკომიტეტო რეჟიმში. მადლობთ ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ჩაშლილი საპარლამენტო სესიის შესახებ.